ეს მოვლენა როგორც ვიცით რა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი მთელი მას შემდგომი მემარცხენეობისთვის რა. მემარცხენე კულტურისთვის, მემარცხენე პოლიტიკისთვის, მემარცხენე ფილოსოფიისთვის, მასზე მსჯელობა არ წყდება და ალბათ არც არასდროს არ შეწყდება. მაგრამ ჩემთვის ამ შემთხვევაში არის ამ მოვლენის ერთი ასპექტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი მასშტაბურობა. გაფიცვებში, რომელიც თან მოყვა სტუდენტების გავლენას ბოლოს უკვე 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა 10 მილიონი ადამიანი. ეს რომ წარმოვიდგინოთ, იყო საფრანგეთის მოსახლეობის 22%, საფრანგეთის სამუშაო ძალის 2/3. ჩვენ არც შემდგომ და არც იქამდე მსგავსი მასშტაბის გაფიცვის მომსწრენი არ ყოფილვართ. არასდროს პოლიტიკურ მოვლენაში ამდენი ადამიანი და მოსახლეობის, რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის ამ ხელნაწილი ჩართული არ ყოფილა რა. აი ვთქვათ, რომ გავიხსენოთ თუნდაც საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789 წლის ან ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში, მათში მონაწილეობას ორი უმნიშვნელოვანეს მოვლენა რა, თანამედროვეობის ისტორიაში, უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ივენტზე ჩვენ საუბარი ფაქტობრივად არ შეგვიძლია, ვიდრე ეს ორი იყო. მათში მონაწილეობას იღებდა არაუმეტეს 1%-ისა მოსახლეობის. შესაბამის კოშკებს, რუსეთის და საფრანგეთის. აქ კი ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა 22%, მეხუთედზე მეტი ქვეყნის მოსახლეობის იღებს აქტიურ მონაწილეობას რევოლუციის პროცესში. ჯერ კიდევ ენგელსი ამბობდა ასეთ რამეს, რომ საყოველთაო გაფიცვა და ალბათ თუ კი რამე შეიძლება შეფასდეს საყოველთაო გაფიცვად, თორემ ის რაც ხდებოდა საფრანგეთის საყოველთაო გაფიცვა ეჭქვეშ აყენებს არა წესრიგის, საზოგადოებრივი წესრიგის რაღაც ასპექტებს, არამედ მთლიანად წესრიგს. და გიორგისავე და გიორგის და სანდრას მიერ უკვე ინტერპრეტირებული მეტაფორის ჩემი ინტერპრეტაცია უბრალოდ ეს მეტაფორა რომ გამოვიყენოთ რა, კრიზისი მაშინ აქ მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეჭქვეშ დადგა წესრიგი მთლიანად, ძველი წესრიგი, მაგრამ ახალი ვერ იბადებოდა რა, თითქოს ვერ დაიბადა, ახალი არაფერი არ შექმნილა. ჩემი თეზისი დღეს, ალბათ ცენტრალური არგუმენტი ჩემი იქნება ის, რომ კი დაიბადა რაღაც ამ მოვლენების შედეგად, ოღონდ არა ის, რაც ლოგიკური იყო, რომ დაბადებული იყო და არა ის, რაც მის ამ რევოლუციის ვთქვათ აქტორებს უდათ, რომ დაბადებული იყო. ხო, ესე იგი. და ეს არის ჩემთვის ახალი ტიპის კაპიტალიზმი, რაც დაიბადა. თორე ის რომ აუხსნა რა გულისხმობ, არა? უნდა გავიხსენო ერთი ამერიკელი პუბლიცისტი თომას ფრენკი. ძალიან ცნობილი პუბლიცისტი, Wall Street Journal-ის მესვეტე, პულიცერის პრემიის ლაურეატი, ასე შემდეგ. მისი ტექსტი, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ლიბერაციის მარკეტინგი, ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობისაა ჩემთვის, მე და ჩემი მეგობარი სოსი ჯავჭიძე, დაახლოებით 1 წლის წინ კარგახანი თარგმნით რაღაცებს. ძირითადად პირადი ინტერესისთვის და ძირითადად იმასაც გვაინტერესებდა და პირველი ტექსტი, რაც ჩვენ ერთად თარგმნით, იყო სწორედ ეს ლიბერაციის მარკეტინგი, რომელიც მაშინ მომეჩვენა ძალიან საინტერესო. როგორც კი წავიკითხე, ეგრევე დაურეკე სოსოს, რომ მეთქი აი ჩვენ ეს ახლა ნოთარგმნოთ რა, ძალიან საჭიროდ მოგვეჩვენა. ეს ქვია ასე ლიბერაციის მარკეტინგი და კულტურის მონოპოლია. და რას გულისხმობს ფრენკი ცნებაში ლიბერაციის მარკეტინგი. თავად ტერმინი მას არ ეკუთვნის, ეს ტომ პიტერსის ტერმინია, ასევე ამერიკელი სოციოლოგის. მაგრამ ეს დაარსებითი არ არის. ამაში იგულისხმება რაღაც მარკეტინგული ტექნიკები, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდა მას შემდეგ, აი თითქმის მოსდევდა თან 68 წელს საფრანგეთში დაწყებული პროცესების დასასრულს, ანუ ცოტა რომ გავიაზროთ ეს პროცესები, რომ გავიხსენოთ ეს პროცესები, რაც გულისხმობს, ეს არის უშუალოდ ჩვენთვის ამ კონტექსტში აქტუალური, ეს არის 69 წელს იტალიაში და გერმანიაში და 71 წელს უფრო სწორედ გერმანიაში გამოსვლები, სხვადასხვა აქტივობები, ატლანტიკის მეორე მხარეს ამერიკაში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობა, ჰიპები, ასევე ამავე კონტექსტში შეგვიძლია გავიაზროთ გარკვეული ლიტერატურული მიმდინარეობების, მაგალითად ბიტნიკები ჩვენ შემდგომში გამოგვადგება, ბიტნიკები ჩვენ შემდგომშიც ვახსენებთ. აი როგორც ეს პროცესები დასრულდა, ვთქვათ
პირობით 1975 წელი, პირობითი თარიღია. ფრენკი ხედავს გამოჩენას ახალი ტიპის მარკეტინგული ტექნიკებისა, რომლის არსი რომ განვარტოთ უნდა გავიხსენოთ, მისავე მაგალითს შევთავაზებთ. 1984 წლის ძალიან ცნობილი Apple-ის რეკლამა. Apple-ის ეს რეკლამა გავიდა Super Bowl-ზე, Super Bowl-ი არის ყველაზე ყურებადი გადაცემა ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში, გავიდა ეს რეკლამა. 1984 ან ორველის რომანის სეტინგი, სცენა, ადამიანები მიჯაჭვული არიან ტელევიზორს, დარბაზში ზის უამრავი ადამიანი, რომელიც უყურებს ეკრანს, რომელზეც გამოსახულია დიდი ძმა. ორველის ცნობილი დიდი ძმა, უცბად შემურბის, ახალგაზრდა, ძლიერი გოგონა, ჩაქუჩით ხელში, ესვრის ეკრანს, ჩაქუჩს ანგრევს და ეს ანგრევს ამ ეკრანს და შემდგომ ჩნდება Apple-ის ლოგო და ის გვეუბნებია, რომ აი კომპიუტერები ჩვენ განგვათავისუფლებ. ძალიან სიმპტომატური რეკლამა იმ მოვლენისთვის, რასაც ფრენკი აღწერს. რეკლამა, რომელიც არის ტრანსგრესიული, რომელიც მოგვიწოდებს იმისკენ, რომ გავთავისუფლდეთ, რომ ვიყოთ არაკონვენციურები, რომ გადავლახოთ მონოტონურობა, მოსაწყენობა, ის არის. ხალხის ერთნაირია ეს. ხო, ყველა ეს რუხი მასაზის, რომელიც უყურებს. ხო, და მოგვიწოდებს, რომ გადავლახოთ რა მოკლედ ეს ყველაფერი. ვიყოთ რევოლუციურები, ვიყოთ ამბოხებულები, ავჯანყდეთ ყველანაირ კონვენციას. ის რაღაც მხრივ გასაკვირია რა, ეს ტრადიციული ნარატივი კაპიტალიზმისა, კაპიტალისტური საზოგადოებისა, როგორც მისი იდეოლოგების, ისე მის კრიტიკულად გამაზრებელისა ის იყო, რომ ის მიბმულია რაღაც ღირებულებებთან რა, სოციალურ წესრიგთან, პატრიარქატთან, ასე შემდეგ. დისციპლინასთანაც. არა და აი აქ ჩვენ ვაწყდებით არა მხოლოდ ხა ეს მხოლოდ რეკლამის და მარკეტინგის ლოგიკა არა. ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც კაპიტალიზმი საკუთარ თავს გვასწავლებს რა. ეს ყველაფერი მე დაიყარება უშუალოდ პრაქტიკებაზე რა. ჩვენ ვიცით CEO-ები, რომლებიც ძალიან თავისუფლად ურთიერთქმედებენ თავის თანამშრომლებთან, ან თანამშრომლები, რომლებიც ოფისში ძალიან მაღალ ხმაზე უსმენენ ალტერნატიულ როლს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენ გონია დომინანტური იდეოლოგიის სახიფათო წინააღმდეგობა, რაც გონია კაპიტალიზმის ერთგვარი გადაუჭრელი თუ არა, მასში რაღაც ექსცესების შემტანი წინააღმდეგობაც კი ხდება უკვე დახურული სისტემის ნაწილი. ის, რაც შეიძლება უდესღაც ყოფილიყო ჯანკი, ის, რასაც უდესღაც შეიძლება ქონდა რევოლუციური პოტენციალი, დღეს არის კაპიტალისტური სისტემის ნაწილი. როცა თქვენ სამსახურში მიდიხართ არასამუშაო ფორმაში გამოწყობილები, თქვენ ამით არ აკეთებთ რაიმე რევოლუციურ განაცხადს. თქვენ საზოგადოებას თავაზობთ სწორედ იმას, რაც სჭირდება სისტემას იმისთვის, რომ ეს წინააღმდეგობები შეინარჩუნოს. თავისთვის უხიფათო უკვე განეიტრალებული წინააღმდეგობები და მეორე რა პრობლემაცაც მე თომას ფრენკი და მის დახმარებით მე ვხედავა, ამაში არის აღნიშნულების კრიზისი. აი რომ გარვარტო კარგად რა გულისხმობ. ჩემთოლი დაქალებს თუ უყურებთ ვინმე? ყველა უყურებთ? სერიალის რომ არის. მე ვუყურებ. ხო, და ჩემთვის სერიალიც და განსაკუთრებით მისი რეჟისორი გიორგი ლიფონავა არის ძალიან საინტერესო რამხრი და გონია რომ ეს ადამიანი თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც და ახლაც ასრულებს რაღაც ერთგვარ როლს. ის ამბობს იმას, რასაც ვერ იტყვის თავად რეჟიმი. მასთან არის ერთი ინტერვიუ, თუ მოითხრით მე აუცილებლად წაიკითხეთ გიორგი ლიფონავას ინტერვიუ ტაბულა არტ. აი ყოველად სიმპტომატური ინტერვიუა, ძალიან ხშირად გადავიკითხავ ხოლმე. ჩემთვის საინტერესო ციტატა სადაც არის, აქ არის ასეთი, რომ ისე
ისე მოხდა, ციტირებ, რომ ამ ქვეყანაში ვინც ცოტათი მაინც პროგრესულად აზროვნებს, ავტომატურად გამოდის ხელისუფლების მომხრე. მეორე დაუჭერთ ხარს ოპოზიციას, რომელიც ერთმნიშვნელოვანი ქსენოფობია, ჰომოფობია და ასე შემდეგ. რასაც ეხლა გიორგი ლიფონოვი გვეუბნება, არ გვატყუებს რა სინამდვილეში. მე მართლა მგონია, რომ სააკაშვილის პერიოდში მართლა ასე იყო. იყო რაღაც აღნიშნელი და როცა ჩვენ ვუყურებდით სააკაშვილის პერიოდში ჰომოფობიის აქტს, ჩვენ არ ხედავდით მხოლოდ იმას, რომ ეს აქტი არ აღნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ვიღაცას ჩაგრავი. ან როცა ჩვენ ვუყურებდით ვთქვათ ქსენოფობურ გამოსვლას ვიღაც პარლამენტარისა, პოლიტიკოსისა, ხელოვანისა, ჩვენ არ ხედავდით მხოლოდ იმას, რომ ვიღაცას ადამიანები ეზიზღება მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ჩვენ ასევე ვხედავდით იმას, რომ მე მხარი უნდა დავუჭირო მიხეილ სააკაშვილს. შეგვიძლია უფრო დავალამწინო სიტუაცია და ვთქვათ ისიც, რომ როცა ჩვენ აი გამოსვლას ვუყურებდით, ჩვენ ვხედავდით იმასაც, რომ კარგია, რომ ციხეში ადამიანებს აწამებენ. ამის აღიარება არავის არც სიამოვნებს, არც მე, მაგრამ ასე იყო. და ეს არის არსებითად ჩემთვის პრობლემა. რა არის ის აღნიშნელი, ვინ აკონტროლებს აღნიშნელებს და რას ხედავთ მაშინ ჩვენ როცა რაღაცებს ხედავთ, რას ხედავთ დამატებას. აი ამ კრიზისიდან გამოსავალ რომ გადავიდე რა ბოლო ნაწილზე ჩემი ლექციის ალბათ შევეცდები რომ შემოგთავაზოთ ორი გზა. ქრისტეს გზა და მარა. ხო, აი რომლებიც ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აი მარცხნივ წახვალდინო ზავი მარჯვნივ არა, თქვა ეგრეც არ არის. რომლებიც არ ვიცი რამდენად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში, არც ვიცი საერთოდ ერთი გზა არიან თუ არა. პირველი არის ამ პირობებთან შეგუება რა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყველა აღნიშნელი უკვე დაკავებულია რა. რა არის რევოლუცია, ამას უკვე გვეუბნება Nike ან Adidas. რა არის თავისუფლება, ამას გვეუბნება Volvo. რა არის სტერეოტიპების დანგრევა, ამას გვეუბნება გიორგი ლიფონოვა. თავის და ჩემი თოლის დაქარება. ჩვენ ეს სიტუაცია უნდა აღვიქვათ, მაგრამ ეს არის შანსი უნდა დავნებდეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი, სოციალური თეორეტიკოსი ერნესტო ლაკაუ იყენებს ეს ცნებას. მოლიბლივე აღნიშნელებს. ესენი არიან აღნიშნელები, რომლებიც მუდმივად ღია არიან დაპირისპირებებისა და ხელახალი არტიკულაციის, ხელახალი გამოთქმისთვის. ყველა ეს აღნიშნელი სინამდვილეში რომელიც გონია რომ მიკერებულია უკვე რაღაცას არის ბრძოლის ველი. ჩვენ რაღაცა ფრონტი უნდა გამოვართოთ აი ამაზე. ჩვენ ამ პირობებში უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ როცა ვხედავთ ხატს თალისა, რომელიც ხეთურად მოკლა თავისუფლად შეყვარებულმა, ჩვენ უნდა ვხედავდეთ არა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა დაუჭიროთ ხელი, არამედ ჩვენ უნდა ვხედავდეთ იმას, რომ საჭიროა რადიკალურად გადავიაზროთ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს და მისი ძალადობრივი ბუნება თუ მისი გენდერულად ჩაგვრელი ბუნება. და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემთვის. მეორე გზა, რომელიც აი ისე ვეუბნებთ, არ ვიცი არის თუ არა სხვა გზა. არის ის, რომ დავბრუნდეთ იმ წერტილთან, იმ ერთ საკვანძო აღნიშნულთან, რომელიც ვერასდროს ვერ გახდება რა, კაპიტალიზმის საკუთრება. აი ესე ფრენკის ციტატა რომ მოვიყვანო, თომას ფრენკის ის ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაუჭირდეს Nike-ს, ხო? როგორი რევოლუციურ თეზებიც არ უნდა შემოგთავაზონ მისმა მარტკეტოლოგებმა და რისკენ არ უნდა მოგვიწოდოთ, ის მაინც არადროს არ დაიწყებს ლაპარაკს Adidas-ის საწარმოებზე ფილიპინებში და ინდონეზიაში. არც არ გვეტყვის, რომ აი ნახე, საქმეა 12 წლის ბავშვებს დღეში $9 დამუგავენ. ასე არ გავს. და ანუ არის ერთი დაპირისპირება, არის ერთი წინააღმდეგობა, რომელიც მაინც რჩება ამ დახურული სისტემის გარშემო. შემოსხვებიც არის. მე მგონია, რომ ეს ნამდვილად არის.